მზად ხარ? სამთვალზე. 1 2 3 თუ და აუცილებლად ეგრე იქნება რომ ჩვენი მანქანა დაწვავს იმდენს რამდენიც კატალოგში უწერია მე ვკიდი ვარ პარაშუტზე პირველად თან მე ვიკი არა მართლა სივიკის იქით არ უნდა გაახერხო შენ ჩაწერ ვიდეოს რომ გჯერა ქართული მონაცემების და ეს არის ხელებს ავწევ და ვაღიარებ მაგრამ ანუ გაგასარი კამერაში ჩანს ბრატ ან წინ ცხვირი არ გაგიყვია დამეწიე მაგრამ ვერ გამასარი ზაგერ არიან ბიჭები მოვიდნენ თავანის ჩასაბარებლად ამ პაპარი მეცხვი კი ბატონო და აბა მინდა რომ შენც აქ იყო და ერთად ჩავიბაროთ რა დაიწყე ხიდან რაღა მოუჩი მოკლედ სოუისტი გავტესტეთ და სინამდვილეში რომ მეგონა რომ არ იყო მაინდა-მაინც ეკონომიური ან კომფორტული ან რაღაცა აღმოჩნდა რომ თურმე ეს 4 ლიტრიანი ძრავი რაც არის 1 და 5 სინამდვილეში არ წავს ძრავი ამდენი რა 4 ლიტრიანი ძრავი 1 ლიტრას 4 ცილინდრიანი ვიგულისხმე ხო კაი თავიდან დაიწყე ანუ 4 ცილინდრიანი ძრავი სინამდვილეში მაგდენს არ წავს გაცილებით ნაკლებს წავს ანუ რეალურად 4 ლიტრზე ჩამოვიდა 100 კილომეტრში და ძალიან კარგად მუშაობს ჰიბრიდული სისტემა აი მიდი ბოლოდი ამუშავე არ დაიდო ესე იგი არის ჰიბრიდული ძრავი და დარწმუნებული ვარ რომ ბუბუსაც ძალიან მოეწონა ბატარეებზეც რო თქვა დატენილი რამდენს გადის კაი 100 კილომეტრს გადის მოკლედ შეუძლია ელექტროთი გავიდეს ამ 100 კილომეტრს და მერე უკვე მოიხმარს შიდაწვის ძრავს და თან ამავე დროს როგორც გითხარით ძალიან ეკონომიურია საკმაოდ ეკონომიურია ძალიან არა დააკონკრეტე რამდენს წავს 4 ლიტრანახევარს კატალოგში და ჩვენ ამდენი დავაწევინეთ 4 ხო? კი ბატონო კაი ეგარ შენ თუ გინდა რამე დაამატე თორე მე აღარ შემიძლია აღარ ვარ შემდეგს აღარ ჩააბარეს ხო? ხო მეც ჩაბარებულად მივიღოთ მე ვთვლი რომ ჩააბარეს რა იმედია თქვენს თვლით რომ ჩააბარეს და გზას დაგილოცავთ ბათუმისკენ აბა კარგად წამდებოდეთ ბიჭო ვატრაკეთ ახლა მეც რა ანუ ნახე ამ ხელა ისურია წვავს 4 litrს აი მეტი რა გინდა ახლა თან რა 7 კაცი ეტეოდა ხო თუ რაღაცა იგივე უკანა სექციით ეს რომელი 540 540 არაა ჩემი ჩემი სუპრიზეთია ორ გავაყობთ რაღაცა ხელს ეს შენ არ გჭირდება ბატონო ჭირდება გავჯიბოთ ბიჭო სუნელი აი მე მგონი სუნები ისინი თან ცოტა უნდა გავურიო მე მგონი 250 მილიგრამია და 25 ლიტრში შეერევათ რაღაცა იგივე რა ანუ ეს კაი ხანი ვარ ჩერი სალონის სუნია და ძალიან გემრიელია გემრიელია ბიჭო არ არის სწრაფი ელექტროა არ არის სწრაფი მაგრამ თუ გინდა ქალაქში გადაადგილებ ძალიან კაი როჟაა რა იაფი ეკონომიური მაგრამ რა სიტყვი რომ ნამდვილი დრაგი ჩავატაროთ მე გიტყვი სადაც და როგორც კაი მე M4-ით ვარ მოსული საბურავები დავაყენაო მე M3-ით რაც გინდა დააყენე ეგაც ჩავასხი თუ გინდა ხო და ზღვაზე ჩავატაროთ დრაგი თან 402 მეტრი კი არა რამდენიც გინდა იმდენი ვიაროთ არის გზა თავისუფალია კენჭები ყურია და დავნიძლავდეთ 5-ს ერთ ჩაურმას კაი 2-ზე მე შერი ვარ და ნახე რომო ვიგო ორი ჩამოდა შენ არ გაჩამო აი 2 всё ეგარ ეს არის შენი ახალი ეს არის ჩემი ახალი M4 CS ბიჭო ეგოსამაღლებს კი M4 CS ეს გზაში პეპლები დავხოცი არ შეიმჩნია თუ შეღებილია რაღაცა ნიტოთ ბიჭო ნიტოთაც შეღებილია და თან ბევრი კოღო და ეხლა შენ რა გინდა მითხრა აქ რომ ბიზონი ვოკალი თუ ეს რა არის წითელი ხო არა ეს წითელი შიტოკი შეღებეს თეთრად თავიდან არის ეგ შესაღები აქ კრატერები რო არა ეს რა არის ეს კარბონია და ვერ გასწორდება დაჯექი კოშები ნახე როგორია ერთხელ მაინც გარეცხე რა უბედურება მოიცა ეს კლიმატის მონიტორი სად არის უბრალოდ ბიჭო
CS-ის მოდიფიკაციაა, რომ გზაურს არ უნდა კლიმატ კონტროლის რეგულირება. აქ ჯიბები არა აქვს. ჯიბები არსად არა აქვს, იმიტომ რომ არაფერმა არ იხმაუროს. ტრეკზე როცა შეხვალ. აი, ამ ღილაკს რატო ეწებება თითი? რიანი თითი მოკიდე. არაფერი, ზოგადად ეგ BMW-ს მინუსია. ვახჩი. ბიჭო, რა გითხრა? არ არის ცუდი. ეს დაჭყუნული სკამებიც ესეთი CS მოხება და მაგითოს, ვაუ, დერმატინი არ არის და გადაჭიმული არ არის. კაი რა, ეს ნაპა. ესეც სალონიც ესე იგი გადაკრული არ არის. კი, ნაპა. აჰა, გასაგებია. ძალიან ზერსკია რა, მე ძალიან მომეწონა. ეს აღლეტილი რო არის დამწვარი ღილაკები, ალბათ CS-ის არის, ნავაროთ. არა, მაგას დედამეი. არ ვიცი. მეგონა ესეთი იყო. წამო, ჩემ მანქანას რო იცოდე. ეს პარკინგები შეგებენ მწვანეთ რო იყო? ესენი რომ მწვანეთ იყო. ეგენი გავაშავით რა, ზერსკად არის. თქვა ყველაფერს რო თავი დავანებოთ, კარს რო გამოვხსნი, უკვე ვიცი რომ ამ მანქანაში ჩემი 2-0 საჭე დგას. ნუ ეხა ეგ დროებით არის, გზაშია, ჩამოვა და დაყენდება. ეგ მინუსი აქვს, ბაზარი არის. ზერსკი ხმა აქვს. თუ გინდა მიხურე კიდევაც, კარი. კარის მიხურვა რაც მინდა. ჩეკი ანთებს, რემენი ანთებს. ჩეკი ანთებს ზეთის განულება დაგავიწყდა, მეტი არაფერი. დარწმუნებული ხარ რომ მაგის გულისთვის ანთებს? ვერ გავიგე, რაღაცას ერჩი და ვერ მივხვდი, ანუ შენი მანქანა ხო არ გგონია შემთხვევით. არა, ბიჭო, რა შენი გაწურული CS-ი, ვითომ CS-ი. 340-დან გადმოსყობილი. ყველაფერი ანთებს, მე გადავედი. 1000 ჯერ ძრავ შეცვლილი. შეკონტროლში გაქვს 7 შეცდომა. კარები ღია, ერთი გამოაკელე. რომანეთ. ეხა ნახე 300-ს ჩააკრობს ეგრევე. არა, დანარჩენი კაია. ბიჭო, ნახე, მე ძალიან მევასება ჯისერია რა, ბევრი რო არ გავატრაკო. ყავდა და ძალიან მომწონს რა, კიდე მომდის, მაგრამ აქ მინუსები, ემი ყავს და კომფორტულია. ემი როცა ყავს კომფორტული არ უნდა იყოს. ბიჭო, რა. და კოშები უნდა იყოს. ტაფა, რა, ტაბურეტკა, მოწყო. მე მინდა კომფორტულია რო. ატრიალ ეხა ეგ და იყავი. ატრიალო 7-ვე ჩაუყევი. ეს რა არის? რა. ეგ არის დინამიკა. რა ჭირს დინამიკას? ატაკე რამე. არაფერი არ მატაკე, ეგეთ ფორმაა, ქართულად. რას აქვს ასეთი ფორმა, ბიჭო? აი, ეხა თუ გინდა გადავალ, შენ მანქანაშიც იგივე იქნება. არ იქნება. იმენა გააფერისტა. აქ ჰარმან კარდონი არ უნდა ეწეროს? არა, სუბუქი ვერსიაა. ტექსტი მოაშორეს უბრალოდ. არა, დინამიკები საკლია. კიდევ კაი. მანქანაში უნდა მოусმინოთ ძრავის ბრუნებს. და არა ჰარმან კარდონს. წავედით. მომეც ჩემი გასაღები და წავედით. შემო ბუბუ. გაუშვათ პოლნი ბაკები. მოდივარ. ნანდარი ჩვენი სოკარის ამაზე არის სუპერი და ის მანქანებს უნდა გავავსოთ და ესაც. როკო ვიყიდოთ და რავი, წყალიან რამე თუ მინდა. სად არის ბიჭო, სადმე მალება მითხარი. სად არის? აგეჩი. ავიღოთ ყველაზე დიდი ვერსია. თუ პატარები ავიღოთ სხვადასხვა. დავაი, ეგავიღოთ. და ოპა. ეს ხო იცი რომელია? კაი, ისინი დავიქრიოთ და ეგ არის რა. ჰოდოგი რაღაცები? თუ იქეთ ჭამთ. ხო, აქაც კაი აქვთ, მაგრამ არა, მომშია ბიჭო. აბა ეხა ბუბუ დაიძინებს გზაში და. რას დავიძინებს? ჩემსაც ავტოპილოტი არა. საჭესთან დაგიძინია? რამდენჯერაც გინდა. მეგვიძება ხოლმე. ხეზე. მას რო გავიგებ, მეგვიძება. ერთხელ თელავიდან თბილისში მოდიოდი და გომბორზე მაგრად მეძინებოდა. რა და მეთქი 1000 წუთი წაუძინებ მეთქი. და მე გავაგზელებ თქო, რა და ზედპერევალზე, აი ჩვენ რო ყავდა კამარო და ისინი გაჩერებული, ხო ის? გივის მანქანა. მან გავაჩერე, ბუძელნიკით დავაყენე 15 წუთში და დავიძინე და გავიგვიძე 4 საათის მერე. მე ვფიქრობ, აი ამ ხუმრობას მე რო ტაში დავაგო. ედიტოს თხოვრო?
ო ფილარმონი არა არა ფილარმონიის კარში რადგან დღეს საკმაოდ გრძელი გზა გველოდება, ამიტომ გადავწყვეტეთ, რომ მაღაზიაში შევიაროთ და რაღაც ნივთები ვიყიდოთ, რაც შეიძლება გზაში გამოგვადგეს. სამგზავროდ ხო არ დავითრიოთ რაღაცები და გავაგზავნოთ. დავითრიოთ. და თან კაი იდეა მაქვს. შეგვიძლია მანქანები გავცვალოთ. შენ ჯისერია ყავდა. კი. შენ ესერია არ ყოლია. არასდროს. კი. ნახავ ნამდვილი დეცეს გემოს. დეცეტეს გემოს. ბიჭო, მაგარი უძილოა რა. ბიჭო, ბარე მაგ გავჩერდით და ეს არის აჭარული ხაჭაპური, მაგრამ არ გვინდა აჭარული ხაჭაპური. დეზოდორი ხო არ უყიდოთ ბუბუს. ისა ეს ქვიშაში რო აშენოს ხერომ ხო არ უყიდო. ეს კაია. ეს ბუბუს M4-ს ლოგოს მაგირო. ხო ეს Mercedes-ზე რო აყენებენ ხოლმე რაღაცებს წინ. ხო არ დაუყენოთ. ეს ძალიან ზვირი ის, სწორი ამას უყიდიდი, სატლაპაოთ. რადი ბიჭო აქედა. ხერო ბებერია და აქ ვერ დაიხრებოდა. ვექნება დრო ამისთვის. პარაში ხო არ ვეთამაშო ბიჭო. ჰა, რა სიტყვა? დიდი ხო რა? ხო ჩაეტევა. ბათუმში ვიცი რომ დაგჭირდება. შამპონი არ გჭირდება არავის. ყველაზე მეტი თმა მე მაქვს ჩვენ 4-დან აი ხანახი. შამპონი არ გჭირდება. ეგ არის. საქსოლბაკი. ხერომ უკვე იყიდა და წავიდა მე მგონი. დავნა. დისკების გასარიცხად. მე დამაკდა რაღაცები, სხვაგანაც უნდა ვიყიდო. და რო გავასწრო და ტირილი რო დაიწყოს ფიში რო ჩავუწე სოსკა. სოსკა მინდა უღოთ ძალიან იაფიანი თუ გაქვთ. ყველაზე უბრალო. ძვირიანები იყო მან თვალი რო გადავყო. ბოთლის თუ ესეთი ბათუ არა. ბოთლით რო იყოს, უღოთ იაფიანი რა. კი, ბებია ჩემის პენსიონერის ბარაზე გავატარებ. ეხლა ვფიქრობ რომ ხეროს G80 დავამცირო თუ ვაქო. თუ რაც არის ის თქვა. პირველივე მინუსი ის არის რომ უკანა წამყვანია, კვადრო არ არის და უკანა წამყვანი G80 არავის არ უნდა. კვადროს აქვს ფუნქცია რომ იყოს უკანა წამყვანიც. და უკანა წამყვანს არ აქვს ფუნქცია რომ იყოს კვადრო. ამიტომ უკანა წამყვანი G80 კი არა და 82-ის ესე არ იყიდება რა. ძალიან რთული გასაყიდია. და ვისაც უკანა წამყვანი უნდა ის მექანიკასაც ყიდულობს რომ დრიფტისთვის უნდა. ისე არ უნდათ. ეს ნახე ჩუპაჩუპსი მომიტანა. ხერო ეგენი მე მიყიდე თუ შენთვის იყიდე. აი ეს ლიჩნად იყიდე შენ. აი ეს. მე იცი რას გიყიდე შენ? არა. აფიაქში რა გააზრე. ბიჭო, ეს გიყიდე შენ? მაგ გემერლით. ხვალ რო ჩაგაწოვებ. სოსკი ჩასვავდა. აუ, რა საყვარელია. ეს ხო იცი რა თავს გიყიდე? კაია. ეს რა? ეს მე რო ჩავიპარსო? და ოკეი, არა პრობლემა. მე არ მიყვარს. მე კაკრას მეყოფა. მეწვიანი პარტნიორი. დანარჩენისგანა ხო? ეს რო ჩაგაწოვებ და თავს რო უსუსრულად და პატარად იგზნობ რო კოშკები აღშენო. ეს ბურთები ღამე რო არიტირო და გაბერო. ეს შენ ოპერატორს უყიდე? რო დარეცხოს კურჭელი. კაკათე, ბიჭო. და ეს კიდე მაგას ხიმჩისკისთვის გამოგადგება რა. ეგ მართლა გამომადგება, მაიცა? მე უკვე დავიწყე შენი მანქანის განხილვა გარედან. ბიჭო, ეს კარბონია თუ ამოწოპილია? ყველაფერი კარბონია. ამოწობილი არის შენი. იცი რომ უკანა კარს ვეძებდი? უკანა კარი უნდა გამომეღო. ეს საჩუქრებსაც აქ დაგიტოვებ. სამო გავგაზოთ ამით, всё. ეხა ნახე რა ლოგო უნდა გავუკეთო ბუბუს. დაიღე ბიჭო, საჩუქარი არ გინდა? თან მოგიხდება. გეი მანქანაში. ბიჭო, ეგ შიტოკი ძალიან ცუდად არის შეღებილი წინა პატრონის მიერ.
ხო. და მეტი არ მინდა რომ კრასკა აიყოლოს. კაი. და მე მაგან ლაბაოი გამიტეხოს, რომელიც კონექტიანია და ძალიან ზვირი გირს. ზუბუკი არის ათმა. ეხლა ნახე 7 ჩეკის ხმა 1 2 3 4 5 გაჩერდა 5-ზე გაჩერდა 5-ზე ეს რანაირად ის ბიჭო ას BMW კი არა მართლა Civic-ის იქით არ უნდა გაახედო მოიცა ერთის დაუკრა მართლა რა ძრეს თორე ამის ყბიდან რა ამოვა ბიჭო რულაოს პრობლემა აქვს ნახე რას გაჭრის ჰაერს არა აი ვაფშე ახალი წელი აქვს ეგოშე განახალი წელი და აი ეს ბიჭი ამაქანს ღირსი არ არის მილებზე უდგას პრიბორი და 200 აწერია გავუსწორეთ სანამ MPG-ზე უდგას წვა ბიჭო თორქი LB-ფიტებზე უყენია PSI-ებზე დგას ტემპერატურა ფარენგეიტზეა საათიც არაა გასწორებული M1 და M2-იც კი არაა დაყენებული ბიჭო კაც რო ისყავს M3 ყავ და M1 და M2 კონფიგურაცია რო არ აქვს დაყენებული S3 აქედან ზანოს გავუშვით ფლექსეი ნახე 0-ზე უდგა რომ არ მოწვიდას ჯერ ნახე კაი მესმის CS-ია მაგრამ აი ამას ვკიდებდი ხელს რომ დამეხურა აი რა ქალაქისთვის ხო უშვებ ბიჭო გამოუშვი ცოტა ისეთ ადგილას რომ მოსაკაჩი ნორმალურად იყოს და თან ელექტროსავარძლები აქვს არ უშავს შენი საჭეა ზო ჩემი საჭერა ჩემი საჭე არ არის ჩემი საჭეს ეს წინა მხარე პანელი და აირბაგია ეს თავის საჭეა დარჩენილი შიფტერი მუშაობს შიფტერი თუ CS-ია ელექტროსავარძლები რაღაც უნდა ანაირი ხალხია საჭე მომწონს საჭე დისკი აქვს ალკანტარა რო არის ესაც დაკუქო აქ არის აკუქო აქ ამას აქ ძრავს აქ ცოტა ზედმეტი ხა სიო ბუბუ აღარ გაგეყიდა მანქანა წერა რო უკითხე ფილებზე შენი მანქანა როგორ დადის არაფერი არ ჭირს ჩემ მანქანას უდადაც მე ჩემ მანქანას ვემბურებოდი მოკლედ ეს არის დისიტი აინც ვიცოდეთ პეში არ მოიცა პესადა აქ რა პე კაი ეს მომწონს პლუსია F სერიაზე უფრო იძახიან რომ სპორტულიაო რა და რავი რამდენი სპორტულია ახლა გამოჩნდება იქ უხეშობის მხრივ ორივე ერთნაირია მაჟე ჩემი უფრო ხეშია ვითომ სილვიაზე როა მიჩვეული რა რომ ყველაფერი ზრიალებს და ყანყალებს იმაზე კარგი თუა მანქანა ესე იგი ხოძია აი ვინც მე მიცნობს იცის როგორი ამ ჩემ ფეხება ტიპი ვარ რა რომ აი მანქანა ძრავი კოლოფი და რამე არ მძვრებოდეს და დანარჩენი მკიდია რა არ ბუქსაობს ბიჭო აი რატო იქნებოდა ეხლა საჭეს მე ძალიან მაინტერესებს აი და შიგნით რა ემოციებში იქნებოდა იცი აი ზუბუ და ზოგადად არება ვინც არის ის ხომე ეგეთ რაღაცებს აკეთებს რა რომ აი ტრაკმა რო წაიღოს ცოტა და რაღაცა არა უშავს ბუბუ გვესმის ყოველთვის ეგრე ხდება ნიჩიო რუშტელში აქვს ძალიან სუდი ხმა ნიჩიო აუ ჩემ მანქანას რა ძერს კი ხიბლი აქვს სარკეში რო უყურებ ძალიან ლამაზია კარგად ბოლავს ჩემი მანქანა პეცევია და ბედი მომე რა საფალე ბიჭო რა ძალიან დაბალი და განიერია ხო არ გადაობ სავარძლები ბევრად კარგი აქვს ვიდრე ჩემ competition-ს ოღონ ჩემ competition-ში აყენია ჩვეულებრივი M-ის სავარძლები competition-ის სავარძლები ანუ კოუშები რაც არის ამ სავარძლებსაც ჯობია ის მირჩევნია მაგრამ ეხა ამ ეტაპზე ერთ-ერთზე რო შეადარო ეს უფრო კომფორტულია და კარგად ზიხარ რა ამაში რა საკაიფოდ ბიჭო პატარაზე ხوار გავგორდეთ-სავით ა არა მე რო გადავჯდები ჩემ მანქანაში მე გავგორდეთ რისი იმედი გაქვს ბიჭო მე მინდა რომ
ის ყოფილიყო, გაგხარებოდა რომ სადღაც რაღაცით მასწრებ. მე რომ ჩემი მანქანით მასწრებ, მაგრამ ხარაშო. აი გავცვლით და მე ვნახოთ. G-Series აქვს ძალიან დიდი ნაკლი, რომ ძიმია. ეხლა კონკრეტულად უკანა წამყვანი შედარებით მსუბუქია. კვადროსთან შედარებით, მაგრამ მაინც ძალიან ძიმია რა. კაი, აბა ვნახოთ ერთი ცოტა. აუ, საჭე ძალიან კაი აქვს, ძალიან დამევასა. მართლა ძალიან კაი. ეხლა მივდივართ 70-ით, ცოტა დაბლა ჩამოვიტანოთ და ცოტათი მივადგავ, რომ ნახოთ ერთი როგორი ჯანი აქვს. მოცურებას არ ვთიშავ, ბუბუ, მესამეშია. ბუბუ, მე არ მინდა შენ გული დაგწყვიტო და შენი უცხენო მანქანა არ გამოვიყვანო ისე რომ ბანძი, ამიტომ ცოტა ვითამაშებ მოიცადე. ეხლა მესამეში ჩავაგდეთ. ვაიმე, რას მიდის ბუბუ? უკვე 150-ია და კიდე ვწუნებ, რომ რახამს არის სპორტული და სპორტული ხაზის მანქანა არის ძალიან კომფორტული. ანუ ესეთი კომფორტული G-Series M-ი არ უნდა იყოს რა, სულ მაგას აღნიშნავ ხოლმე მე. 100-დან 150-მდე ავიდა 5 წამში. ეს სასწაული შედეგია, მე ძალიან გაოფილი ვარ, ძალიან ჯანზეა. და რავი, აი ბუბუ. თან ძერს კი მანქანა, მე ძალიან მომწონს რა. არა ბიჭო, სარკეში აი სულ სხვა რა. თან M-ის ლოგოზე რომ დინოზაური დამიყენეს, ნახე? ამ მანქანაში რეალურად ყველაზე კარგი იმ რაც არის, მე მინდა გითხრა, ეგ არის საჭე. მაგის კეთ არაფერი არ ვარ გამა. და კიდე ხო, აი ეს ყვითელ ენჯელებს ვაყენებთ არაც CS მანქანაზე. CS სხვა ყვითელი აქვს ძმაო. მანქანას ხმა რო არ აქვს, ემოციას აი მაგრად მაკლებს. აი თან CS-ია ხმა უნდა კონდეს რა. კიდე ჩემ მანქანას აქვს უკანა ფარდა და ამ მანქანას არ აქვს და ეს ვითომ გადაკრული ტყავის ტორპედო როა, შემსაც ლაპასია. მოღრინჭული ტყავია ყველგან გადაკრული. კაი, DCT კოლოფი მომწონს, ვაღიარებ. საჭეც ვაღიარებ უკვე. მექანიკური ისინი როა, გადასასვლელები ეგ უფრო მომწონს ვიდრე ციფრული. უფრო სპორტულია და მივასება რა. მაგრამ სკამიც მომწონს, მაგრამ ეს 58 ჯობია. უეჭვე, ყველაფრით ჯობია ეს 58 ხო, ბუნებრივიც არის. შემდეგი ის არის, თაობა ეხლა და ეგ რა თქმა უნდა. ბევრი როარ გავატრაკოთ G-Series, ჯობია ჩემ თემაში ოღონდ რა. ხო ვაკეთებ სერიას, მაგრამ ჩემ თემაში G-Series გაცილებით ჯობია ოღონდ კვადრო. მაპატიე ბუბუ. ერთი ცხოვრდავად გათვნახთ. ამდენი ხანია მეშვიდეთი მივდივარ რა. ხო და მე ჩემ მანქანაზე მიჩვეული დამავიწყდა რომ ამას მერვეც აქვს. ყველაფერი შედარებითია, ეხლა ბაზარი არაა ეგრეა. ანუ ვიღაცას 1000 ხენიაზანი ვიღაცას 1000 ხენიზალიანი მანქანა ყავს გატრუხებული ეხლა. ყავს სოეთაშორის ეგეთები საქართველოში. მაგრამ რატომღაც ველოდებოდი მაინც რომ ცოტა მეტი იქნებოდა რა. საინტერესო ისე ბუბუმ რა თქვა ჩემი მანქანაზე. ანუ წეგან ისე ჩეკრული წარბებით იყო. თავარია ჩემზე უარესი ხო არ თქვა. ბუბუ ლაპარაკობ თუ მორჩი? ტელეფონზე ლაპარაკობს. ბიჭო, ჯერ წინა სერიაში ეძინა. ეხა ვიდეოს უღვებენ და ტელეფონზე ლაპარაკობს. კაი, გადავცვალოთ მაშინ, მიაჩერე სადღაც. კაი, წინ ვიპოვი რამეს. რა ძირსკი მანქანა. ძალიან კარგი. ბუბუს უხდება ისე რას ფიქრობ, აბა? დაწერე ერთი კომენტარებში, გული გაუხარეთ. ეხლა მიწვის მანქანას და უნდა დავდგეთ ერთი. ნახოთ რისი თავი აქვს. სადღა მიდიხარ ბიჭო, გააჩერე და. ჩუპაჩუცი რო უჭირავს. ზოგადად რავი. აია, ბევრი რამე უმწევს. ეგ ხო? და გაყიდვაზე რომ მივა საქმე გაგიჭირდება. რადო? უკანა წამყვანია. ანუ ეგ ხა ისეც ვიცოდი, მე მინდოდა უკანა წამყვანი რა. ხო, ზედმეტად კომფორტულია. M-ი ესეთი M-ისთვის კი. კომფორტული არ უნდა იყოს. ამ ჩემ G-Series-ს მაგას ვამბობდი, თან ჩემი უფრო რესტი იყო. და იმდენად კომფორტულია, რომ არ უნდა იყოს. აი უკნიდან რომ მოვდევდი, ძალიან სხვა ვიდია. ეს ნამეტანია, რა უჯდებოდი? არის სახელურს ვეძებდი, რომ გამომებრახურები და არა. თოკიაკ. თან ისე მაგ დაყენებული, რომ როკონკაო ავტომატურად საჭედა დაკიდება სპორტშია. ეს უნდა ყავდეს ტრეკზე, ქალაქში არა. ხო, ეს უნდა ყავდეს როგორც მე მყავს. არ დავდივარ. 1000 ერთხელ გამოვყავს და ვერთები. ნახე, საინტერესო დასკვნა დავდით.
ესეთ BMW-ს რო ყიდულობ, ხო. არ უნდა იარო. პროსტო ყიდულობ და აყენებ. არა, აყენებ გარაში არა. დადიხარ როგორც კვირაში ერთხელ და ერთი კვირაში ერთი ბევრია, ბუბუ. M2 მოდი შევტანხმდეთ 12 დღეში ერთხელ. წამო ეხლა დავდრაგოთ და წაგებულმა რაკნას. რავი, რაც გინდა. რაც მინდა? ხო. საიდან გაწყობს? წავიდა ნათების თემები. ნახე, შენი კოლოფი არის 800 სიჩქარიანი. შენი ფაზა არის ყველაფერი რა, ჩემსაც უნდა მორგება. ანუ ფაზის მორგება. არა, შეიძლება ცუდად დაემთხოზე ხა, ეგრეც არ არის. არა, ნახე, შენსაც უფრო ბევრი ის არის. ბევრი დანაყოფი აქვს სიჩქარეების ფაზზე და ბევრი ფაზა მაქვს მე უფრო ვიდრე შენ. მაგრამ ნახე, იმდენად ხოძე ვარ მე. აი, ნებისმიერი ფაზა თქვი, დაჟე ადგილიდანაც დავტარტო თუნდა. ოღონ დიდ სიჩქარეზე არ წავიდე. არა. 70, 123. 124, იმიტომ რომ 125-ზე ჯარიმასტერს. ხო, ეგ არის, წავედი. დავალ. დაასიგნალეთ? ხო. სიგნალი არ გაქვს, შეჩემა, რას დაასიგნალებ? მაშინ დაასიგნალე. აუ, სად ჩაწვაჩე. აი მე ბუბუ, ყველაფერი შემიცვალა, ყველა სიტინგი შემიცვალა, რაც კი აქვს ამას საერთოდ. ჩემი კარგი რაში? აუ, ეს სადაა სკამი? ეს ზურგი სადაა? ბიჭო, ესე რატო უნდა იჯდე? მოდი MMO-ზე გადავიყვანოთ, სპორტი, კონდიციონერი გავთიშოთ. setup-იც sport plus-ზე გადავიყვანოთ და ხმა შეიცვალა. M1 გავუკეთოთ. გამშვები ღია და წავედით. ნუ დაგვავიწყდება რომ საბურავი მაგ გაბერილი მთელზე. გრისი იმედი აქ ერთ ძალიან მაინტერესებს. დაასიგნალებ მართლა შენ. ხელით დავთვლი. 1 2 3 მანქანა იყო შეჭება. ვერ დავადგი. ბიჭო, სანამ ალგორდი ძალიან ახლო მომიწია და მე ცოტა გვიან გავდრაგოთ რა. ანუ გვიან გავდრაგოთ, მე იძახი ვაფშე ზოგადად თუ ეხა? არა, გვიან მოძრაობა რო არ იყოს რა. ან სადმე ბათუმში დავდრაგოთ. ბათუმსთან დაკეტილი ბანია და მაღალის გაუსვათ. მაგას გეუბნებოდი ზეღან ეხა მოძრაობაა საშინელი. ნახე, ზოგადად ეგრე ხდება ხოლმე რა. როცა აგებს, აი ამ თემას შეიძლება რაღაცა მიზეს იძახის მერე რომ აუ აი რაღაცა მანქანამ შემიშალა და საწვავმა ამინთო და ცუდი ბენზინი მისხია და რაღაცა. თუ წააგე ბიჭო რა. რა თუნდა ამდენი ბაზარი. ო აკრას გძელ გზაზე. აი რა უყო ეხა შოკოლადიანი მივასება ყველაზე მეტად რა. გემოვნების თემა, მაგრამ ჭამის მერე მივასება ტკბილი. და თემა სავარა. საკესთან იგივე არ გაიმეოროთ. შემირჩევა. მოკლედ, ჩემო გული. აი იქ გაიმართება ჩვენი დრაგი, ხვალინდელი დრაგი. გაუშვათ მაღალი? ბიჭო, გაგორებულზე რამდენად დავდგებით, არ ვიცი, მაგრამ რაც თავარია, ეხლა უნდა შევთანხმდეთ, რამდენ მეტრს ვდგებით. სტანდარტულად გავუშვათ 208, 308. არა. 402 თუ რა ვქნათ? 308 არის და 402-ია. 402.
ხო და რა ვქნათ, შევთან. ბიჭო, როგორც Fiesta-ებში წერია 402 გავუშვათ. მეც ვფიქრობ 402 იქნება ყველა საინტერესო. ოღონდ ერთი პირობით. სავარძლის ქვეშ 3 ლიტრიანი სპირტი არ დამალო. კაი. კალოთკები ხო გიდგას? შენი კატერი რა ლამბო გადუგულია? ჩემი ლამბო გადუგულია, ბრა. ჩემი არ არის, ვერ გამოდივარ, მაშინ ძმა არ გამოვა. კალოთკები გიდგას? კაი. კალოთკებისა და ბანზი მაქვს. ელიავაზე ნაყიდია. ბიჭო, ცოტა ადრე გავუშვი. მაშინ შენ 308-ზე იგაზავე და მე 402-ზე ვიგაზავე. კაი, ეგ არის 402 მეტრი. ხო, სანაძლეო რა არის? 2 შოურო. 2 შაური. ეგაც 2 იმიტომ გითხარი რომ შერი არ დარჩა მეტი არ. დაჟე? ო, ясно. Хорошо. წამვეხლა რამე ვჭამოთ. და კაი ლუდიც მივცეთ. ხო რა. საჭესთან მაინც აღავართ. რა რომანტიულად დასრულდა. ვახ, ჩემი. ხო არ გადაო. აუ, რა ლამაზია აქაურობა, ნახე. ეს არის ჩვენი გადამღები, პარაშუტიდან უნდა გადაგვიღოს. საწე მატრდება რობიტი სამსხაბად. მოკლედ ეს Lamborghini, აი და მაინც დიდი არ არის. სიმართლე რო გითხრა, მაგრამ ორკაციანი. ბუბუსი არ ვიცი რა მანქანაა, ვერ დავამოვა სიმართლე. გადაობა ის არის, რომ ერთი ცალი პედალი აქვს მარტო, ტორმოზის არ აქვს. გას როგორც კი უშვებ იდეაში უნდა გაჩერდეს. ბუბუსთან მივდივარ ეხა და მე მგონი ისაც დასტუკა. ნახე. დგას. შუა გზაში დგას. გავტესტოთ აქსელერაცია. ხვირსევს. კარჩე, მე მგონი უნდა დავამუღამო ის, რომ თავიდანვე მე მგონი ბოლომდე გაზი არ უნდა მისცე რა, ეხა სანამ ბუბუს უშველიან, აი გუნა ვისწავლო მე. ეს არის სრული აქსელერაცია. არა, ბოლომდე უნდა მისცე აშკარად. და ეს არის ნახევრად. მარა წყლის სკუტერი უფრო სწრაფია რა, ალბათ წონის თემა არის ავარაუდოთ. რაღაცას არ დაეცო ბუბუ. აი, 1 2 3 წამო. მიდი. ნომია დაი. მიდი ჯამია. აუ, თუდი დავღები და გვაქვს. ოპა, მიდი. კაი, 1-0 აღიარებ? არა ბიჭო, მე გაგასარი რა 1-0. რანაირად, ანუ გაგასარი კამერაში ჩანს, ბრატ. ჩემ კამერაში ჩანს რომ მე გაგასარი, წინ ვიყავი. თავიდან შენ წინ იყავი, მაგრამ მე გაგასარი, მაგას გეუნები. არა ბიჭო, მერეც წინ ვიყავი. ან წინ ცხვირი არ გაგიყვია, დამეწიე, მაგრამ ვერ გამასარი. კაი ბრატ, მეორე ზაიზი გაუშვათ აქ. აი ამ YouTubers რომ მაღლიდან კადრები გქონდეს, მე ვკიდი ვარ პარაშუტზე. პირველად თან. ამიტომ მეგობრებო, არ დაგეზაროთ და გთხოვთ ძალიან გთხოვთ გამოიწეროთ ხეროს და ბუბუს არხი. ჯემო ბუკო, დიდი დოლარი დაგარტყა. დაუჭირე უპოვე, ტოჩკა უპოვე. 1 2 3
არის 1-0 მინიმუმ. ანუ ამას ეხლა გონია რომ კიდე გამასწრო? ბიჭო, შენი მანქანიდან სხვანაირად ჩანს თუ რა ხდება? ბიჭო, მარცხნივ წახვედი სადღაცას, მივდივარ და იქით მიდიხარ და გაასწრებ, ბიჭო. მე გადავები, წინ წახვედი დაგეწერა გაგასწარი. ბიჭო, ნახე, ორი კამერით ვიღებ სპეციალურად, დრონიც იღებს თან. სად გამასწარი, მითხარი. კაი, მე ვთვლი რომ 2-0-ია რა. შენ თუ თვლი თუ გინდა იყოს 1-1, მაგრამ ხალხმა გადაწყვეტავს და წამოდი, ეხლა აქედან იქით გავუყვეთ. კაი, მეც ვთვლი რომ 2-0-ია. ბუბუ, ნამდვილად ეგრეა. ბიჭო, ადრე მიდიხარ, გეწევი და გასწრებ, მე გადავები. კამერებში ჩანს, ბრატ. ხელი დავთვლი რა. კაი, მიდი. 1 2 3 ნახე, რას უშვები თვითონ? და მივარო მე უგნება. შეხედე ეხლა წიხარ, ვაღიარე. აუ, როგორ გაუხარდა. ეხლა ეხლა წიხარ. ეხება. აუ, ვაჭი, ესა ისო და გორო დაგეწიეო. არა, ეხლა წინ იყავი. ეხლა წინ იყავი. ეხლა კი. ანუ 2-1-ია. კაი, დავაი 1-ის დავდგეთ და ეგ არის. დაიცა გავაჩერო? მზად ხარ? 1 2 3 დავაი, დავაი, დავაი. მიდი. ანუ ისეთი პოზიცია და ფორა უნდა მიმეცა, მაგრამ რა გაუძლებდა? აუ, და გავუწევთ ნიშნს. მიდი, ცოტა. აუ, საჭე. აი, ეხება. არა, ეხლა წინ იყავი. გავაჩერე. არა, თმაო, წინ იყავი. ეხლა ჩესნი იყო. ეხლა ბიჭო, სულ ჩესნი ვარ, მე ვარ სულ ჩესნი, ბრატ. ხაჩოსთან არ დამარეკინო. იმენა ბულიგის ფერფლი გავხადე. ანუ პოლიგაზი არ ჭირდება რა. ნელ-ნელა დავამუღალე. მას თუ გაიგებ როდინა ვახტა. გაზი უნდა დააგო, იქ ხარასტოვებს რა. და ეხა ისეთ ხოძე ვარო თავიდან რო ეჯიბრებოდე და გაუშვებ და გამოვეკიდები. მე და ბუბუმ საბოლოო ჯამში ვერ გადავწყვეტეთ რა ანგარიშით მორჩა ჩვენი დუელი. ამიტომ დაწერე შენი აზრით ჩვენი ანგარიში და მაგის მიხედვით გადაწყდება თუ ვინ იკისრებს შაურმებს. მაგრამ თუ შენც გინდა გამოსცადო წყლის მანქანების დრაგი, სკუტერი ან პარაშუტით ფრენა, შეგიძლია შენც ესტუმრო ამ ადგილს, რომელიც არის კოლიზეუმის წინ და 20%-იანი ფასდაკლებისთვის გამოიყენო პრომოკოდი ხერო. პირველი დრაგი იყო წყალზე, მაგრამ მაგრად გაასწორა ძალიან. მოკლედ, რადგან მე და შენ ვერ გადავწყვეტეთ, რა და როგორ იყო და ბევრი კამერა ვიღებდა, დაწერეთ კომენტარებში რა ანგარიშით მორჩა ჩვენი შეხვედრა. დრაგზე მე ვიცი რომ უეჭველი მოვიგე და ნეიტრალურზე რა წერან კატერზე ვთქვი რომ ნეიტრალურს გთავაზობ. დრიფტი შენია, არ გედავები. დრაგი ჩემია. როგორც წყალში, ესევე ხმელეთზე საერთოდ არ გეუბნები. მან შენც იცი რომ არაფერი არ უნდა მითხრა. ხო და ეხა ნახე, მე მაგ იდეა რა ხამს ვიცი რომ დრაგზე წყლის დრაგიც მოვიგე, ნეიტრალურზე წავიდეთ და კარტინგებზე წავიდეთ. აუ, კარტინგები. ბათუმში ვიცი რომ ჩქარია, არ ვარ ნაჯდომი. და შევეჯიბრებით სუფთა დროზე უკვე. ხო, ანუ ერთმანეთს არა. ვინც უფრო დაბალ დროს დაწერს. ხო, 10 რანი სიტყვაზე და 10 რანში ერთი საუკეთესო ვის ექნება. ბაზარი არა. ეგ ვიდეო უკვე ბუბუს არხზე უნდა გადახვიდეთ და იქ დაიდება ჩვენი კარტინგების ბრძოლა. შევთანხმდით. რაზე უნიძრავდებით? ეხლა შეთქვი. მე შაურმები ვთქვი და. აჭარულებზე. აჭარული კაი იდეაა. აჭარულებზე თან დღეის ჩაბარებაზე რა. დღეის აჭარულზე. ეგ არის, წავედით. ეგა, წავედით.